გამარჯობა. საქართველოში ბავშვების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის გამორჩეული იყო. მით უფრო მაშინ, როდესაც პატარა ავადმყოფობდა. იყო ზოგიერთი ინფექციური დაავადება, როდესაც ბავშვების ნებისმიერ განკარგულებას, სურვილს, ახირებას უფროსები უსიტყვოდ ასრულებდნენ. ოჯახის სოციალური სტატუსის მიუხედავად. სწორედ ამიტომ ჩვენმა წინაპრებმა ამ დაავადებებს პატივისცემით და მოწიწებით ბატონები უწოდეს. დაგვირეკეთ ნომერზე 24090 დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე წითელი ბატონები, ხანმოკლე რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ. ხედულობის კორექცია ლაზერის მეშვეობით. გამოიყენეთ ხელმისაწვდომი და შეღავათიანი გზა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ისარგებლეთ მომენტალური განვადებით დღესვე. თვალის კლინიკა ახალი მზერა, გადაცემის სპონსორი. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ, შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერს 24090 დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე წითელი ბატონები და ჩვენი სტუმარი გახლავთ ინფექციონისტი ქალბატონი შორენა დვალი. მოგესალმებით ქალბატონო შორენა. ის რასაც ჩვენი წინაპრები წითელ ბატონებს უწოდებდნენ, ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ეს არის ბავშვთა ინფექციური დაავადებები. მაგრამ გაზაფხული, რომელიც თანდათანობით იკრებს ძალას, არ აღმოჩნდა ასეთი უსაფრთხო ჩვენი საზოგადოებისათვის, სწორედ ამ დაავადებათა გავრცელების თვალსაზრისით. წელს არნახული სურათია ავადობის, ეს ბევრი ფაქტორით აიხსნება, მაგრამ თუ მის სეზონურობასაც გავითვალისწინებთ, საყურადღებოა ეს ინფორმაცია ნებისმიერი ოჯახისთვის და მთელი საზოგადოებისათვის. რატომ დადგა დღის წესრიგში საკითხი, რომ თქვენს კლინიკაში მთელი რიგი განყოფილებები მთლიანად გადაეწყო ამ დიაგნოზით დაავადებული პაციენტებისათვის, რატომ არის ასეთი მაღალი რიცხვი ავადობის და რას წარმოადგენს წითელი ბატონები? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მართლა ძალიან აქტუალური თემა გახდა, განსაკუთრებით წითელა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ როგორი აქტივობაა საქართველოში, მომატებული აქტივობა ამ დაავადების. თვითონ დაავადების აქტივობა პერიოდულად მატულობს ხოლმე 8 წელიწადში ერთხელ მატულობს და სავარაუდოდ დაემთხვა ეს პერიოდიც. გარდა ამისა, სხვა ობიექტური მიზეზებიც აქვს ამას. ძალიან მომატებული ადამიანთა ავადმყოფთა რაოდენობის გამო მოგეხსენებათ ჩვენს სტაციონარში, როგორც თქვენ თქვით, მთელი რიგი ცვლილებებია იმის გამო, რომ ძალიან ბევრია პაციენტი და მათ შორის თუ დავაკვირდებით ძალიან დიდი რაოდენობით არის საშუალო ასაკის 20-დან 30 წლამდე ის ადამიანები, ვისაც აქვს ხარვეზები ვაქცინაციაში. თქვათ ბავშვობაში აქვს არასრული ვაქცინაცია ჩატარებული ან საერთოდ არ აქვს ვაქცინაცია ჩატარებული, ძალიან დაბალია ბავშვთა წილი. შეიძლება ამას მეორე მიზეზიც ჰქონდეს, რომ თქვათ ბავშვთა საავადმყოფოებს მიმართავენ ან ოჯახის ექიმს, მაგრამ ჩვენთანაც აისახება ხოლმე და ესე მთლად ვერ ვიტყვით, რომ ბავშვები წილი დიდი რაოდენობით დიდია. უმეტესობა არის ახალგაზრდა ასაკის და ესე განსაჯეთ 50-55 წლის ასაკის პაციენტებიც კი ყოლია ამ ბოლო დროს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. თავისთავად თემა ჩვენი საზოგადოებისათვის უკვე კარგად ნაცნობია. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შექმნილმა სიტუაციამ აიძულა პრაქტიკულად ყველა საინფორმაციო საშუალება ამ თემაზე ესაუბრა. თუმცა ჩვენი გადაცემის პროფილიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა განსხვავებული იყოს. ამიტომ ჩვენ მოგვიწევს დაწვრილებით ავხსნათ, რას წარმოადგენს ეს პრობლემა და ჩვენ ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენმა მოსახლეობამ უკეთ იცოდეს ეს პრობლემა იმისათვის, რომ შემდგომში მსგავსი სურათი ნაკლებად თვალსაჩინო აღმოჩნდეს. დიახ, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ადამიანმა ზუსტად იცოდეს, როგორ დაიცვას თავი, არ გახდეს ავად, ან ავად გახდომის შემთხვევაში როგორ გაუფრთხილდეს სხვებს, არ გადასდოს, როგორ გამოჯამრთელდეს, ამისთვის უნდა იცოდეს რა არის ეს დაავადება. და ზუსტად ამისთვის არის ოჯახის ექიმები, პირველად ჯანდაცვის ექიმები, რომ მიაწოდონ მათ ეს ინფორმაცია. ზოგადად წითელა შევეხებით, იმიტომ რომ ამჟამად წითელა აქტუალურია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ნაკლებ აქტუალურია წითურაც. იმიტომ რომ ორივე ვირუსული დაავადება საკმაოდ მძიმე მიმდინარეობით შეიძლება ხასიათდებოდეს და სერიოზული გართულებებით. წითელას RNA-ის შემცველი ვირუსი იწვევს, იმას თავისი გამრავლების ციკლი აქვს, ეს მაყურებლისთვის არც ისე საინტერესო არ არის და მისი გადაცემის გზა არის აირწვეთოვანი.
ძალიან მაღალი კონტაგიოზობის ინდექსი ახასიათებს, თითქმის 100-ია. ესე იგი, კონტაქტის შემთხვევაში ადამიანს, რომელსაც არ აქვს ანტისხეულები, თითქმის 100%-ში შეიძლება გადაედოს წითელა დაავადებული ადამიანიდან. და ძალიან სწრაფად ვრცელდება განსაკუთრებით დახურულ კოლექტივებში, შენობაში, ვთქვათ, ოთახიდან ოთახში, სართულიდან სართულზე, ესეთი მასიური გავრცელება ახასიათებს. დღესდღეობით საქართველოში აი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მაგალითზე არის დაახლოებით 400-ზე მეტი შემთხვევა უკვე რეგისტრირებული. თუმცა გავიხსენებ 2004-2005 წლებში 8000-ზე მეტი შემთხვევა იყო და ზუსტად აი ეს ის პერიოდია, როდესაც დღის წესრიგში დადგა მასიური ვაქცინაცია ადამიანებისა. ასეთივე შემთხვევები, ვთქვათ, ასეთივე აქტივობის მატება მხოლოდ აღინიშნება ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც, მაგალითად უკრაინაში, ვთქვათ, აზერბაიჯანში და ასე შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად ბავშვთა ასაკში ავადდებოდნენ ხოლმე ვაქცინაციამდე განსაკუთრებით ადამიანები, სახად ინფექციებს უწოდებდნენ, გაერთიანებული იყო ბატონების ჯგუფში, ისევე როგორც ვთქვათ, ბატონებში არა მარტო წითელა იყო ყვავილი, რომელიც დღესდღეობით ამოფრილი აღარ არსებობს სოფლიოში, იყო დამარცხებული, დიახ, იყო ქუნთრუშა, ყვავილის ნაცვლად ახლა ჩანაცვლებულია და ჩუტყვავილასაც ბატონებს უძახიან. არის ასევე ბატონები და ყივანა ხველა ბატონებს უწახოდნენ მას. იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაცია ძირითადად მიმდინარეობს გეგმიურად პატარა ასაკის ბავშვებში, ბავშვთა ასაკის წილმა მოიკლო და უკვე ძირითადად ავადდებიან ისად მოზრდილი ადამიანები, ვისაც არ აქვს ვაქცინაცია თავის დროზე ჩატარებული ან არასრულად აქვს ჩატარებული. წითელას ახასიათებს ინკუბაციის პერიოდი დაახლოებით 9-დან 11-12 დღემდე. ანუ ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანი ინფიცირებულია, მაგრამ ჯერ სიმპტომები არ აქვს გამოვლენილი. დიახ, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, მაყურებელს ეს არის პერიოდი პირველი კონტაქტიდან დაავადების გამოვლენებამდე. მოდით აქ შევჩერდეთ ქალბატონო, მაყურებელი გველოდება, ვუპასუხოთ მას და გავაგრძელებთ. მოგესალმებით, გისმენთ? გისმენთ? ჩვენ გავაგრძელოთ საუბარი, მე როგორც ვიცი, მაყურებელი გველოდებოდა, თუმცა ხა ჩაგვერთვება რასაკვირველია ეს მოგვიანებით. დიახ, ინკუბაციურ პერიოდზე ვსაუბრობდით. აი, ინკუბაციური პერიოდის ბოლო დღეებში უკვე არის გადამდები ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის, რომ აქვს წითელა. და ის უკვე გადამდებია სხვისთვის. აი, ამიტომ არის საშიში. როდესაც დაავადება დაიწყება, თავიდან არის პროდრომის პერიოდი, დაახლოებით 3-4 დღე, იწყება მაღალი ცხელებით, სურდოთი, მშრალი ხველით და ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ კონიუნქტივას აზიანებს წითელას ვირუსი, კონიუნქტივიტი ახასიათებს. წითელი თვალები, ეგრეთ წოდებული, აი წყალებში ახასიათებს აი ამ დაავადებას და 3-4 დღის შემდეგ იწყება უკვე გამონაყარი, დამახასიათებელი გამონაყარი. აი ამ 3-4 დღეშიც ცოტა ძნელია მიიტანო ეჭვი წითელას არსებობაზე, თუ არ არის რაღაც გარკვეული ეპიდემიური სიტუაცია და შეიძლება ჩათვალოს სხვა რესპირაციულ ვირუსულ დაავადებად. იმიტომ რომ მართლაც ძალიან გავს იმ ჩივილებით, რაზედაც თქვენ ბრძანეთ. აბსოლუტურად ყველა ჩივილი აქვს ანალოგიური. აი, აქაც გადამდებია პაციენტი და როდესაც დაიწყება გამოყრა, უკვე გამოყრა იმდენად ტიპიურია, ახასიათებს ეტაპურობა, თავიდან იწყება სახეზე, განსაკუთრებით ყურის უკანა მიდამოებში მოედება სახეს, მომდევნო დღეს ჩამოვა გულმკერძეზე და კიდურებზე, მესამე დღეს ბარძაყებზე. დაახლოებით 4 დღის განმავლობაში გრძელდება გამოყრა და ადამიანი გადამდებია მანამ სანამ გრძელდება გამოყრა. ანუ 3-4 დღე იყო პროდრომი, 2 დღე ვთქვათ მანამდე, ბოლო ინკუბაციის ბოლო დღეები და კიდევ 3-4 დღე გამოყრის პერიოდი და ჩათვალეთ დაახლოებით 7-8 დღე ადამიანი გადამდები არის მეორე ადამიანისათვის. როდესაც გამოყრა ჩათავდება, ადამიანის მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება, ზოგადი კლასიკური მიმდინარეობის პერიოდში მას ცხელება დაუწევს, ზოგადი ჩივილები უმცირდება და გამონაყრის ალაგება ზუსტად იგივე თანმიმდევრობით მიმდინარეობს, როგორც გამოყრა, ვთქვათ, ზემოდან ქვემოთ, ჯერ სახეზე გაქრება, შემდეგ გულმკერდზე და ბოლოს ქვედა კიდურებზე. თუმცა წითურასგან განსხვავებით ესეთი უნდა აღნიშნოთ, ძალიან გავს წითურას და წითელას გამონაყარი ერთიმეორეს, მაგრამ წითურასგან განსხვავებით პიგმენტურ ლაქებს ტოვებს და ეს ლაქები შეიძლება 2-3 კვირა დარჩეს ადამიანს გამონაყრის ადგილზე და ბოლოს კატოსებრი ძალიან წვრილი აქერცვლით შეიძლება დასრულდეს. ესე რომ წითურას გამონაყარი არანაირ კვალს არ ტოვებს და უკვალოდ ქრება. მოდით აი აქ გავჩერდეთ, იმიტომ რომ მაყურებელი მართლაც გველოდება. მოგესალმებით, გისმენთ?
ალო გამარჯობათ, მოგესალმებით. მოხარული ვარ თქვენი გადაცემით. მე კითხვა მაქვს ეგეთი. მყავს 3 წლის ბავშვი. დიახ. ხო და ამას 2 დღის წინ დილით შევარჩინე, რომ არის მთლიანად დაყრილი სახეზეც, ფეხები, მუცელი, გულმკერდი, ყველაფერი აბსოლუტურად. ბავშვმა გაიღვიძა ჩვეულებრივად, არა ცხელება, არა არაფერი. ჩვეულებრივად იყო ბავშვი აქტიური. ვიფიქრე წითურაა მეთქი, იმიტომ რომ წითურა გადატანილი აქვს, თანამ წლის გახდებოდა მანამდე. დიახ. სან თვითონ დაემართა და მერე გადადო უფროს ბავშვსაც ესე გადასწო და მაშინ ექიმთანაც ყავდა და ყველაფერი. მერე წავიყვანეთ მეორე დღეს ექიმთან ეხლა ამ გამონაყრისთან და ექიმმა ასე მითხრა რომ არა წითელა, არა წითურა, არა ქუნთრუშა, რაღაცა მონათესავე მეხუთე. დიახ. რომელიც მეორე დღეს უკვე საერთოდ ალაგდა აბსოლუტურად 1 წერტილით არ დარჩენია ამ 2 დღეში შეიძლება ჩავთვალო ამ მეხუთე და განმეორდება თუ არა კიდე ეს მაინტერესებს. მადლობა შეკითხვისთვის. აუცილებლად უნდა განმარტოთ, იმიტომ რომ ჩვენს საზოგადოებაში დადის ეს ციფრები, მე-4, მე-5, მე-6-ც კი არსებობს ვირუსული ეგზანთემა, როგორც ჩვენ მას უწოდებთ, ეგრეთ წოდებული მე-4 ვირუსი, მე-5 ვირუსი და ასე შემდეგ. საზოგადოებისათვის ცოტა ბუნდოვანია ეს სახელწოდებები, თუმცა ისიც გაუგებარია, რატომ არ ერევა ამ დროს ექიმი და ხშირ შემთხვევაში თუნდაც მედიკამენტური ჩარევისაგან იკავებს თავს ან ამშვიდებს მშობელს, რომ ეს გაივლის რამდენიმე დღეში. მოდით განვარტოთ. დიახ. ქალბატონი მინდა დავაწყნარო, რომ რახან გაიარა ამ გამონაყარმა ძალიან კარგი. მხოლოდ მისი შვილი არა, ძალიან ბევრ ბავშვს შეიძლება ანალოგიური ჰქონდეს. მე მთლად ვერ ვიტყვი, რომ ეს არ შეიძლება იყოს წითელა, იმიტომ რომ 10 ბავშვებშიც მის შვილს მხოლოდ 1 ვაქცინა ექნება მიღებული, იმიტომ რომ 3 წლის არის. ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარზე ვისაუბრებთ, არის 12-18 წლის თვის ასაკში პირველი ვაქცინა და 5 წლის ასაკში მეორე ვაქცინა. ანუ 3 წლის ბავშვი არის ვაქცინირებული, ოღონდ სრულად არ აქვს მიღებული 2 დოზა. ამდენად ხშირად არის ხოლმე, ვთქვათ, ვაქცინირებულებში, ან ვთქვათ, თუ შემთხვევით წითელა საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი ახლა ამ შემთხვევაში აღარ არის საქართველოში, თორე ისე არსებობდა, აქვს გაკეთებული, შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი აბსოლუტურად ატიპური ფორმით მიტიგირებული წითელა ქვია. მას არ კონდეს ცხელება, არ კონდეს ესეთი ძლიერი სუბუქი დიახ და 2 დღეში გაიაროს უკვალოდ და დატოვოს მთელი ცხოვრების მანძილზე იმუნიტეტი და არაფერი არ იყოს საშიში. შესაძლოა ასეთთანაც ქონდა საქმე. თუმცა როგორც ქალბატონი აღნიშნავს, არ არის გამორიცხული ეგრეთ წოდებული მე-5 დაავადება. მე-5 დაავადებაც ეგზანთემით, ანუ გამონაყრით მიმდინარე, მას პარვოვირუსი იწვევს და იქიდან გამომდინარე, რომ წითელას ვირუსულია, პარვოვირუსიც, ვირუსული დაავადებებია, ხო? აქედან გამომდინარე, არ არსებობს ეტიოტროპული მკურნალობა, სპეციალური მკურნალობა ამ გამომწვევის საწინააღმდეგო, მათაც ერთნაირად მსგავსი მიხედვა უნდა, როგორც ერთ, ისე მეორე დაავადებას და ამდენად გვანან ისინი ერთმანეთს. თუმცა თუ საბოლოოდ არის ინტერესი, რომ ქალბატონს აინტერესებს მართლა ქონდა მის შვილს წითელა თუ არ ქონდა, ძალიან ადვილად შეიძლება ამისი გარკვევა, თუ გავაკეთებთ ანალიზს და ვნახავთ ანტისხეულებს. თუ არის G-კლასის ანტისხეულები, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაიტანა ბავშვმა დაავადება და მას აქვს იმუნიტეტი ამ დაავადების საწინააღმდეგო. თანაც ეს იმუნიტეტი მყარია, ეს ნიშნავს, რომ მას ეს დაავადება აღარ დაემართება. დიახ, დაუბრუნდეთ საუბრის თემას. თქვენ ბრძანებდით, მართალია წითელაზე საუბრობდით, მაგრამ წითურასთან გაატარეთ პარალელი, როდესაც შეადარეთ გამონაყარი ერთმანეთს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხაზგასმით ბრძანეთ, რომ დიახ, გამონაყარით შეიძლება შეგვეშალოს კიდეც ძალიან ჰგავს ისინი ერთმანეთს, თავისი შედეგებით, იგივე ალაგების თავისებურებით, იგივე კვალის თვალსაზრისით ძალიან განსხვავდება ისინი ერთმანეთსგან, თუნდაც იმიტომ, რომ წითურა კვალს არ ტოვებს. მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ წითელას საკითხს, როდესაც თქვენ ახსენეთ, რომ დიახ, პიგმენტაცია შეიძლება დარჩეს, რომელიც გარკვეული ვადის შემდეგ 2-3 კვირა ჭირდება ამას, რომ ალაგდეს, რა შეიძლება მოხდეს წითელას დროს. რაც თქვენ დახატეთ ეს სურათი, არის ძალიან კარგი საფუძველი იმისა, რომ მშობელმა აიღოს ეჭვი. ანუ ივარაუდოს პრობლემა, მაგრამ იმისათვის, რომ მშობელი იყოს გაფრთხილებული მოსალოდნელი პრობლემების შესახებ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ გართულებებზეც. დიახ და არა მარტო მშობელი, მოგეხსენებათ ეს დაავადება ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოზრდილებს ემართებათ ხოლმე და ამიტომ უნდა იცოდნენ რა სახის გართულება არსებობს წითელას დროს. ძალიან ხშირი არის მეორადი ბაქტერიული ინფექციის გააქტიურება და ისედაც ბრონხიტი, ისედაც ახასიათებს წითელას მშრალი ხოლმე და კიდე თუ
საერთო მეორადი ბაქტერიული ინფექციის აქტიურება შეიძლება ჩამოყალიბდეს პნეუმონია და მძიმე პნეუმონიით მოხდეს ჰოსპიტალიზაცია, ფილტვების ანთება. გარდა ამისა, წითელაც და სხვათა შორის წითლაც ორივეს აქვს ტროპიზმი ნერვული სისტემის მიმართ, ანუ აზიანებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას და იწვევენ ისეთ მძიმე დაავადებებს, როგორიც არის ენცეფალიტი და მენინგოენცეფალიტი. საკმაოდ მძიმე რთულად მიმდინარე დაავადება, ენცეფალიტის გადატანის შემდეგ ხშირად რჩება ხოლმე ნარჩენი მოვლენები, განსაკუთრებით თუ ის უბანი, დაზიანების უბანი შეეხოს სმენის ნერვს, მხედველობის ნერვს, შეიძლება სიყრუე დარჩეს, სიბრმავე დარჩეს და ასე შემდეგ. აი ეს საკმაოდ და სიკვდილიანობაც როცა აღწერილია, ვთქვათ, წითურას შემთხვევაში, წითელას შემთხვევაში, სიკვდილიანობა სწორად აი გართულებების შედეგად არის ხოლმე. გარდა ამისა, ეს ბაქტერიული მეორადი ინფექციები შეიძლება გააქტიურდეს, ვთქვათ, შუაყურის ანთება მოხდეს და დაემართოს პაციენტს, ცხვირის დანამატი წიაღების ანთება, ვთქვათ, ბაქტერიული ანთება და ასე შემდეგ. სტომატიტის სახით, ვთქვათ, პირის ღრუში, განსაკუთრებით იმ ბავშვებს, იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეული იმუნოდეფიციტი აქვს, ანუ წითელას შეხვდა არაჯამრთელ ფონზე, აქვთ რაღაცა, ვთქვათ, ქიმიოთერაპიას იტარებენ, აქვს რაღაცა ონკოლოგიური დაავადება, ვიტამინების ნაკლებობა, ჯანსაღი კვების ადამიანები არიან, აი მაშინ განსაკუთრებით რთულდება ხოლმე წითელა, პირის ღრუში სტომატიტი, ესეთი წყალმანკივით, ესე რომ ვთქვათ, ნომა ახასიათებს, ძალიან იშვიათია ჩვენ სინამდვილეში, მაგრამ არის და უნდა იცოდეს ხალხმა ამის შესახებ და აი შესაბამისი მოვლა სჭირდება ამ გართულებებს, რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მაყურებელს უკვე შეექმნა შტაბ-ეტილება იმის შესახებ, რომ მართალია ჩვენ აღმატებითი დამოკიდებულება გვაქვს ამ დაავადებების მიმართ და ბატონებს უწოდებ, მაგრამ შეიძლება არც ისეთი უწყინარი აღმოჩნდეს ეს ბატონები. უპასუხოთ კიდევ ერთ მაყურებელს და გავაგრძელოთ საუბარი. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა. მოგესალმებით. იცით რა მაინტერესებს, რამდენად საშიშია ეს ფეხმძიმე ქალბატონებისთვის, რამდენადაც ექიმა გითხრა, რომ მისი არცრა არ შეიძლება. და ფაქტიურად იზოლაციაში ყვავს ფეხმძიმე და ვიცით რომ უნდა ჰაერზეც იაროს, მაგრამ ძალიან გვეშინია. რას გვირჩევთ? დიდი მადლობა. მოდით ბოლო ნაწილიდან დავიწყოთ. ჩვენ ყოველთვის გვეშლება ერთი რამ, რატომღაც გონია რომ ვირუსების საფრთხე არის ზუსტად გარეთ და სუფთა ჰაერზე, როდესაც გავდივართ ან გაშლილ სივრცეში გადავადგილდებით. და გვავიწყდება რომ გაცილებით მეტია საფრთხე დახშულ სივრცეში, დახურულ დაწესებულებებში ან მჭიდრო კოლექტივში, ადამიანთა მჭიდრო ურთიერთობისას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა ჰაერს. იმიტომ რომ წითელას ვირუსი არის ძალიან არამდგრადი გარემოში, მასე დამღუპველად მოქმედებს მზის სხივები, ულტრაისფერის სხივები, ნებისმიერი სხვა დეზინფექტანტები, საერთოდ არაგამძლე ვირუსია და თვითონ პაციენტიც როცა ყავთ ოთახში დაუშვათ, ხო, იქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ხშირად ნიავდება ოთახი, ვთქვათ, სველი წესით ამუშავებენ ყველაფერს და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება ორსულ ქალბატონებს, ორსული ქალბატონების აცრა არ ხდება, იმიტომ რომ ეს არის წითელა, წითურა, ყვაყურის ატენუირებული ვაქცინა. ატენუირებული ნიშნავს, რომ ცოცხალი, ანუ დასუსტებული ვაქცინა. ანუ გამოწვევი შეგვყავს ორგანიზმში ცოცხალი სახით. აქედან გამომდინარე რაღაცა პატარა რისკი არსებობს მაინც, რომ ვთქვათ, განვითარდეს გართულება და ამდენად ორსული ქალები არ იცრებიან. ნუ რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორსული ქალის სუფთა ჰაერზე სეირნობას. მე ვურჩევდი, რომ აუცილებლად დამცავი ნიღაბით, ვთქვათ, მოხდეს მისი გამოსვლა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილში, ვთქვათ, ქუჩაში და ასე შემდეგ, თორე ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგოს ხალხმა ისე, რომ ჩავიკეტოთ სახში და ჰაერზე არ გამოვიდეთ. ვაქცინაციას რაც შეეხება, თუ ქალბატონი გეგმავს ორსულობას, სასურველია რომ თქვა და არ არის ვაქცინირებული, ჩაიტაროს ვაქცინირება და ორსულობა დაახლოებით 4 კვირის მერე მოხდეს. თუ უკვე ორსულად არის, უბრალოდ მას ვერ ჩაუტარდება ვაქცინაცია და ეს მექანიკური საშუალებებით როგორც შეუძლია, ესე უნდა დავიცვათ თავი. უბრალოდ ნიღაბთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ როდესაც ჩვენ საეჭვო კონტინგენტთან ადამიანების რასაკვირველია, სხვა ნიშნით საეჭვოს არ გულისხმობთ, ჩვენ გულისხმობთ ავადობის თვალსაზრისით, ასეთ კონტინგენტთან გვაქვს ურთიერთობა, ასევე ჯობს ნიღბის გამოყენება, თუმცა ამ ნიღაბსაც ექსპლუატაციის ვადა აქვს და ეს 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს, უნდა გამოვცალოთ მერე ნიღაბი. და მოდით ვისარგებლოთ
შემთხვევით რა კი ორსულ ქალბატონს ეკ ვკითხეს, თქვათ იმის შესახებაც, ჩვენი პოპულაციის რომელი ჯგუფი არის ორსულებთან ერთად ასევე განსაკუთრებით გასაფრთხილებელი, რომელი შეიძლება აღმოჩნდეს სუსტი სამიზნე დაავადებისათვის. დაავადებისათვის სუსტი სამიზნე, როგორც მოგახსენებთ, არიან ის ადამიანები, ვისაც არ აქვთ ვაქცინაცია სრულად ჩატარებული, ან აქვთ ნაწილობრივ, ან საერთოდ არ აქვთ ჩატარებული. გარდა ამისა, ადამიანები, ვისაც აქვთ იმუნოდეფიციტი, გარკვეული პრობლემები თავის ჯანმრთელობასთან მიმართებაში, იგივე ონკოპათოლოგიით დაავადებულები, თქვა სისხლის პათოლოგიებით დაავადებულები და ასე შემდეგ. აი ესენი განსაკუთრებით არიან რისკის ქვეშ. ნუ ორსულებზე ძალიან ერთი სიტყვით მინდა ესეთი ყურადღება გავამახვილო, იმიტომ რომ წითელა გადატანილი ორსულობაში შეხვდა ქალბატონს წითელა, რა თქმა უნდა, იმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ ტრიმესტრში შეხვდება. თუმცა საკმაოდ არასასურველი შედეგით შეიძლება ეს დასრულდეს. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს 100%-ში აუცილებლად ასე ხდება, მაგრამ შეიძლება მოხდეს ნაადრევი. ანუ ალბათობა არსებობს ამის. ან იყოს განუვითარებელი ნაყოფის ზრდაზე იმოქმედოს ამან, თუმცა წითურას ვირუსისაგან განსხვავებით, აი წითელა არ არის ესეთი მძიმე ტერატოგენული, აი წითურა არის ძალიან ტერატოგენული ვირუსი. აი ამაზე საგანგებოდ უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, იმიტომ რომ ის მანკები, რომელიც განვითარების მანკების სახელით არის ცნობილი და სერიოზულ ანატომიურ ხარვეზებს ბადებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ფუნქციურზე, არის მე ვფიქრობ ჩვენი მაყურებლისათვის ძალიან საინტერესო და მას შემდეგ ვისაუბროთ ამაზე, რაც უპასუხეთ ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა. ერთი შეკითხვა მაქვს. ჩემს ახლობელს აქვს წითელა. თამაზეც საუბრობს და აქვს თვალების პრობლემა, ანუ მხედველობის. ხედავდა თავიდან ძალიან საერთოდ ვერ ხედავდა და წავიყვანეთ ექიმთან და ექიმმა გვიცხა რომ აქვს გუგის ანთება. ამჟამად ატროპინს და ოპტალგელს ვაწვეთებ და მხედველობა აღუდგა, მაგრამ მთლიანად ვერა. მაინტერესებს რამდენად საშიშია და ბოლომდე აღუდგება თუ არა მხედველობა. მხედველობის ეს პრობლემები დაეწყო დაავადებასთან ერთად? მადლობა. მადლობა. გუგის ანთება ცოტა უცნაურად ჟღერს, იმიტომ რომ გუგა თავისთავად არის ხრელი, რომელიც ვიწროვდება და ფართოვდება სინათლის ნაკადის შესაბამისად, ანუ კაფიო შუქზე ის ვიწროვდება და ფართოვდება. წითელას ახასიათებს კონიუნქტივიტი. ძალიან ისეთი მისთვის დამახასიათებელი ნიშანია. მაგრამ რქოვანაზე იშვიათად გადადის ხოლმე ანთება, თუმცა შეიძლება რომ გადავიდეს რქოვანა გარსეც ანთება და თუ ესე ღრმად წავიდა ანთებითი პროცესი, აი მაშინ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაზედეგეფექტი და სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა სრულად არ აღდგება ხოლმე. თუმცა შედარებით ნაკლებად ახასიათებს ეს ძირითადად უფრო კონიუნქტივიტი ახასიათებს. ანუ ლორწოვანის ანთება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გადადის რქოვანაზეც. მაგრამ თუ მოხდა აი ენცეფალიტ გართულება, მაშინ კი აი ძალიან ხშირი არის განსაკუთრებით მეორე მხედველობის ნერვის დაზიანება და შეუცვლელი სიბრმავე, ანუ აღუდგენელი სიბრმავე შეიძლება დაემართოს. თუმცა ამ შემთხვევაში ეს არ უნდა ვივარაუდოთ, იმიტომ რომ ენცეფალიტზე ლაპარაკი არ ყოფილა იზოლირებულად, მხოლოდ თვალის ლოკალურ დაზიანებაზე. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოულის, თქვათ, თვალს პაციენტი ოფთალმოლოგის დახმარებით არსებობს სხვადასხვა საშუალებები, წვეთები, რომლებიც თქვათ ეხმარება ეკანთებითი პროცესის ჩაქრობაში, თქვათ იგივე ხელოვნური ცრემლი, რომელიც ამ სიმშრალეს ამცირებს და ასე შემდეგ და შეიძლება რომ ეს ყველაფერი ალაგდეს. იმედი დავიტოვოთ რომ ალაგდეს. რასაკვირველია. ახლა ჩვენ ნახავთ სიუჟეტს, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა კრისტი შანავა მოამზადა და მე აუცილებლად გავაგზავნებ საუბარს. ეპიდემიური პაროტიტი მოსახლეობისთვის ცნობილი როგორც ყბაყურა ინფექციური დაავადებაა, რომელსაც პარამიქსოვირუსი იწვევს. უყვარს სიცივე და ნესტი, შესაბამისად ზამთარი და გაზაფხული. გადამდებია და ადამიანს დაავადებულთან ხანგრძლივი კონტაქტის შემდეგ ემართება. შეჭრის კარი ცხვირხახის ლორწოვანია. სისხლის მიმოქცევის სისტემის დახმარებით კი მთელ ორგანიზმში ვრცელდება და ძირითადად ჯირკვლოვან ქსოვილებს აზიანებს. ძირითადად ზიანდება ხოლმე ყბაყურა ჯირკვლები და აქედანაც მომდინარეობს მისი სახელი, ამ დაავადების სახელი ხალხში, საზოგადოებაში. თუმცა ზიანდება სანერწყვე ჯირკვლებით, განსაკუთრებით ენის ქვეშაყბის ქვეშა სანერწყვე ჯირკვლები და ზიანდება სხვა ჯირკვლოვანი ორგანოებიც უფრო იშვიათად.
სამწუხაროდ აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემასაც, განსაკუთრებით ტვინის რბილ პარსას. დაავადება როგორც წესი მწვავედ იწყება, თუმცა წინა პერიოდიც აქვს. სისუსტე, უმადობა, ადინამია, შემდეგ უკვე ტემპერატურული რეაქციით გრძელდება და ყბაყურა ჯირკვლები შეშუპება ჩამოსიებას იწყებენ. არსებობს მსუბუქი ფორმებიც, როცა ინფექციურ პაროტიტს შესაძლოა ტემპერატურა თან საერთოდ არ ახლდეს და მხოლოდ ყბაყურა ჯირკვლების შეშუპებით ან ხელი შეხებისას ტკივილით გამოიხატოს. სიმპტომატიკა ჩვეულებრივ ერთი კვირის მერე ნელ-ნელა ლაგდება. არის საშუალო და მძიმე შემთხვევები. საშუალო და მძიმე შემთხვევების დროს არის ცხელება 38-39 ხან 40 გრადუსამდე. იწყება ჯერ ერთ მხარეს ყბაყურა ჯირკვლის ჩამოსივება, 2-3 დღეში მეორე მხარესაც ჩამოსივდება ყბაყურა ჯირკვალი. ეს შეშუპება და შესიება კოლატერალურად თვალბუდემდეც ვრცელდება, გადმოდის კისერზე, შეიძლება გადმოვიდეს გულმკერდის ზედა ნაწილზე. ეპიდემიური პაროტიტი განკურნებით და გართულებების გარეშე ხშირად სრულდება, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. გამომდინარე იქიდან, რომ დაავადება ჯირკვლოვან ქსოვილებს აზიანებს, იშვიათად თითქმის ყველა მსგავსი აგებულების მქონე ორგანოს მდგომარეობა რთულდება. ახალგაზრდა მამაკაცებში და ბიჭუნებში არის ხოლმე სათესლი ჯირკვლების დაზიანება, ამ დროს გართულება მიმდინარეობს ორხიტის და ეპიდიდიმიტის სახით. დაავადების დაახლოებით, ანუ ყბაყურა ჯირკვლების ჩამოსიების დაახლოებით მე-7-მერვე დღეს ხდება ხოლმე შეშუპება სათესლე პარკების, გამკრივება, მტკივნეულობა, ამ დროს ცხელების ახალი ტალღა მოდის. ეს სიმპტომატიკა გაივლის ხოლმე 5-6 დღეში, მაგრამ სამწუხაროდ ტოვებს ძალიან ცუდ შედეგს, არის ხოლმე სტერილობა მამაკაცებში შემდგომში, აქედან გამომდინარე, თუმცა ეს სტერილობა იშვიათად არის ხოლმე სრული. მსგავსი გართულებები ახლავს პაროტიტს გოგონებშიც. ზიანდება საკვერცხე და სარძევე ჯირკვალი. მიმდინარეობს მწვავედ, ძლიერი ტკივილით. ცხელებით პაციენტს უჭირს სიარული. ამბობენ, რომ ეს გართულებებიც თავისთავად ერთი კვირის მერე გაივლის. ხშირია პანკრეატიტის, იგივე კუჭქვეშა ჯირკვლის გაღიზიანებაც, რომელიც ასევე შესაბამისი სიმპტომატიკით მიმდინარეობს. მუცლის ძლიერი ტკივილით, დიარეითა და ღებინებით. არაიშვიათი გართულება არის სეროზული მენინგიტი. უფრო იშვიათი და გაცილებით ცუდი და რთული გართულება არის ენცეფალიტი, მენინგოენცეფალიტი, არის ხოლმე შუაყურის ანთება, ძალიან იშვიათად, აი 1500 ბავშვიდან ერთ შემთხვევაში არის ხოლმე შიდა ყურში დაზიანებები, რაც სასმენი ნერვის დაზიანებას იწვევს და შეიძლება გარდამავალი სრული სიყრუე გამოიწვიოს. ინფექციური პაროტიტით 1-დან 15 წლამდე ბავშვები ავადდებიან. აუცილებელია პაციენტის 9 დღით გარშემომყოფებისგან იზოლირება. ჰოსპიტალიზაციას მხოლოდ მძიმე შემთხვევებში მიმართავენ. ყველაზე მთავარ პროფილაქტიკურ საშუალებად, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია ითვლება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ადამიანს ინფექციური პაროტიტი თავიდან აიცილოს. ვაგრძელებთ საუბარს, როდესაც თქვენ ბრძანებდით წითურაზე და უბრალოდ მის დიაგნოზთან დაკავშირებულ საფრთხეზე, უნდა დავასრულოთ ეს აზრი და აუცილებლად განმარტოთ იმ ჯგუფის შესახებ ინფორმაცია, ვისაც ვერ ავცრით, ანუ არ შეიძლება ვაქცინაცია წითელას წინააღმდეგ ჩაუტარდეთ და რა შემთხვევაში არ შეიძლება ეს. კი ბატონო. ვსაუბრობთ წითურას შესახებ. წითურა განსაკუთრებით საშიშია ორსულ ქალბატონებში, იმიტომ რომ არის ტერატოგენული ვირუსი და განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. აუცილებლად უნდა განმარტოთ ფართო საზოგადოებისათვის, რას ნიშნავს ტერატოგენობა. იწვევს ნაყოფის მანკებს. და პირველ ტრიმესტრში, ანუ პირველ 3 თვეში ორსულობის, როდესაც ნაყოფში აი ქსოვილების გენეზი, ორგანოების გენეზი არ არის ჯერ დასრულებული, განსაკუთრებით მაშინ არის საშიში და დაახლოებით 60 და კი არა მეტ პროცენტში შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ანომალური ჩამოყალიბება ან უდრო სიკვდილიც კი და აბორტი. მეორე ტრიმესტრში, მეორე 3 თვეში ეს რისკი შედარებით უფრო ნაკლებია და დაახლოებით 30%-ს უტოლდება. აი რა შეიძლება ბოლოს, რა შეეხება ბოლო ტრიმესტრს, იქ უკვე ნაყოფი ჩამოყალიბებულია, ვთქვათ, მისი ორგანოები, ქსოვილები და ბევრად კიდევ უფრო ნაკლებია ეს რისკი. თუმცა
როდესაც ორსულს დაესმება წითურის დიაგნოზი, რიგ შემთხვევებში შეიძლება დადგეს ნაყოფის მოცილების საკითხი. სამწუხაროა ეს, რა თქმა უნდა. პირველ ტრიმესტრში ეს გარდაუვალია, აი მეორე ტრიმესტრში აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გამოკვლევა, ანდის სხეულების ნაყოფის გამოკვლევა შეიძლება, ეხლა უამრავი მეთოდები არსებობს ამისთვის. და დედის და ექიმის თანხმობით ურთიერთ მოლაპარაკებით ეს არ შეიძლება რომ ცალსახად მხოლოდ სამედიცინო გადაწყვეტილება იყოს, შეიძლება გამოტანილი იყოს დასკვნა. ბოლო ტრიმესტრში კი ეს კი შედარებით უფრო ნაკლებია, თუმცა არსებობს თანდაყოლილი წითურა, რომელიც საკმაოდ ესეთი არა სასიამოვნო მცნება, როგორც ნელი ინფექცია ესე მიმდინარეობს, ახასიათებს ორგანოების ძალიან ესეთი და პროგრესირებადი დაზიანება, გამონაყარი, რომელიც ხანგრძლივად შეიძლება ჰქონდეს ახალშობილს და არასასურველი შედეგით დასრულდეს. დიახ. უბრალოდ მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავდაპირველად საუბარი წითელაზე დავიწყეთ, ჩვენ ამ წუთას საუბრობდით იმ გართულებებზე და იმ განვითარების მანკებზე, რომელიც შეიძლება იყოს განპირობებული ორსულის წითურათი ავადობით და არა წითელათი. წითურათი ავადობის შემთხვევაში. ეს ავადები უნდა იმდენად გვანან ერთმანეს და ხშირად, როცა წითელას ეპიდემია რაღაც პერიოდში მოყვება ხოლმე წითურას აქტივობის მატებაც, იმდენად რამდენადაც ეს ორივე დავადება ერთი და იგივე ვაქცინით ხდება, მაგათი პრევენცია და თუ აცრების კალენდარი არ არის სწორად დაცული, არ მოიცვა აცრებმა მოსახლეობის დაახლოებით 90%, ან მიმღები კონტინგენტის 90%, მოგეხსენება თუ ერთმა დავადებამ მოიმატა, ბუნებრივია რომ მოიმატებს მეორე დავადებაც, ხო? და ამდენად ესე ძალიან შორიშორს ვერ განვიხილავთ ამ ორ დავადებას ერთმანეთს. რასაკვირველია, უბრალოდ მე მაინც გავითვალისწინე ყველა ორსულის მდგომარეობა, ორსულის ოჯახების მდგომარეობა, ეს არის განსაკუთრებული ფსიქოემოციური ვითარება, როდესაც არის ახალი სიცოცხლის მოლოდინი ოჯახში, ამიტომ ზედმეტად რომ არ შევაშინოთ, ჩვენ ხაზი გაუსვით რისკებს კონკრეტულ პათოლოგიასთან დაკავშირებით. თუმცა ჯერჯერობით აქტივობის მატება არ შეინიშნება წითურას აქტივობის მატება. დაუბრუნდეთ კითხვას, რომელიც ჩვენს მაყურებელს ჰქონდა და ჩვენ ერთგვარად განვაზოგადებთ. თქვენ ბრძანებდით, რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვაქცინაციის კალენდრის დაუცველობა იმ ეპიდემიური სურათის ჩამოყალიბებაში, რაც დღეს გვაქვს. როდესაც ვლაპარაკობთ დაავადებაზე ყვავილი. მაგრამ წითელა, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ კონტინგენტზე, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ აიცრება, ეს უნდა განვარტოთ, ვინ არიან ადამიანები, ვისაც ვერ ავცრით გარკვეული სამედიცინო ჩვენებების თუ უკუჩვენებების გამო. დიახ, ყველა ასაცილ მასალას ვაქცინას აქვს თავისი ჩვენება და უკუჩვენება. ყველა როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატს, რაც აქვს თავისი კვირითი ეფექტები, შეიძლება იყოს ის ალერგიული და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, არსებობს კატეგორია ადამიანების, ვისაც უბრალოდ ვერ გაუკეთება ვაქცინას, განსაკუთრებით მათ თუ შემადგენელი კომპონენტების მიმართ გააჩნიათ განსაკუთრებული ალერგიული მგრძნობელობა. მაგალითად, ნეომიცინის შემცველობა ვთქვათ, იქ არის ვაქცინები ზოგიერთი, რომელიც ნეომიცინს შეიძლება თუ არის ალერგიული ადამიანი, მას ვერ აცრით. ზოგადად არის, როდესაც კვერცხის ცილაზე დამზადებული ვაქცინები, ესეც იწვევს ვთქვათ ალერგიზაციას. თუმცა აი ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ჩვენ ვცდილობთ ხოლმე აღვწეროთ რთული სიტუაცია, მაგრამ ასევე შევთავაზოთ მაყურებელს გამოსავალი. ამ შემთხვევაში რა არის გამოსავალი? გამოსავალი სამწუხაროდ არ არსებობს საქართველოში იმუნოგლობულინი. თუმცა იმუნოგლობულინი არის გამოსავალი. გამოსავალს ვერ ვიტყვი, რომ სრული გამოსავალია. იმუნოგლობულინი გამზადებული ანტისხეულების შეყვანა არის. ან როდესაც არის კონტაქტი წითელასთან, ვაწოდებთ ორგანიზმზე ანტისხეულს და გარკვეულწილად ხდება მისი დაცვა. ან თუ დაეწყება დავადება ბევრად უფრო მარტივად, იოლად მოიხდის და არ ექნება გართულებები, მაგრამ სამწუხაროდ ეს გლობულინი საქართველოში არ არის. თუმცა იმუნოგლობულინი საბოლოო ჯამში ეს არის დაცვითი ძალების, ანუ ამ მეომარი ჯარისკაცების, დაცვითი ძალების გაძლიერება სწორედ ამ მეომარი ჯარისკაცების ხარჯზე. ვუპასუხოთ მაყურებელს და შემდეგ სწორედ ამ კითხვას დავუბრუნდეთ. მოგესალმებით, გისმენთ. გისმენთ. გამარჯობათ. ის რა მაინტერესებს, 2 თვის ბავშვი
და როგორც ვიცი, ვაქცინაცია შეიძლება 1 წლის ასაკიდან და როგორ შეიძლება რომ დავიცვათ სანამ ვაქცინაციას გავუკეთებთ. მადლობა. ჩვენ რეალურად იმ საკითხს უბრუნდებით, რომელზედაც თქვენ გააკეთეთ თავდაპირველად აქცენტი. იმიტომ რომ ბავშვებს ბუნებრივად დაახლოებით 1 წლამდე არ ცრიან ხოლმე, იმიტომ რომ მათ აქვთ პასიური იმუნიტეტი. თუ დედას გადატანილი აქვს წითელა, მას აქვს ანტისხეულები, რომლებიც გადაეცემა მოსატყოფნის პერიოდში ბავშვს და დაახლოებით 1 წელი ყოფნის მას, რომ არ დაემართოს წითელა. მაგრამ მეორე საკითხი არსებობს, იცით, არსებობენ ადამიანები, ორსული ქალბატონები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ არასდროს არ ქონიათ წითელა. შეიძლება დადასტურებულიც აქვს აი ანალიზით ეს ფაქტი, რომ არ აქვს მათ ანტისხეული და მაშინ რა ვქნათ ასეთ შემთხვევაში? ბავშვი ბუნებრივია რომ დაუცველია. სამწუხაროდ მე მოვიძიე ამის ინფორმაცია, მეც მიჩნდებოდა ესეთი შეკითხვა და აი ეს ვაქცინა, გლაქსოს ვაქცინებია დღესდღეობით საქართველოში, ცალსახად ნაჩვენებია რომ 6 თვიდან შეიძლება ასეთ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში 2 თვის და 3 თვის ბავშვს მას ვერ გაუკეთებთ. 6 თვიდან შეიძლება ასეთ შემთხვევაში მივართოთ ვაქცინაციას. თუმცა ზოგიერთ ქვეყნებში რაღაცა შრომები იყო, ესეთი კვლევები ჩატარებული, როდესაც დაავადების პირველივე დღეს აცრეს ახალშობილი, აი როგორც ჩვენთან თქვა ბ-ჰეპატიტზე იციან ხოლმე აცრა და რომ გითხრათ ლეტალობის მაჩვენებელი დიდად არ შეამცირაო, რადგან შესაბამისი ანტისხეულები ვერ გამომუშავდა ადამიანის ორგანიზმში. ალბათ რაღაცა იმუნური სისტემა გარკვეულწილად უნდა იყოს მზად მომწიფებული იმისთვის, რომ უპასუხოს შეყვანილ ანტიგენს ანტისხეულის გამომუშავებით. ამდენად ასე ჩვილ ასაკში ბავშვების ვაქცინაცია წითელა-წითურა ყმაყურის ვაქცინით არ ხდება. ანუ შესაბამისად ვადის განსაზღვრა კონკრეტულ მტკიცებულებებს ემყარება ამ შემთხვევაში და გათვლილია არა ორგანიზმის დატვირთვაზე ზედმეტად ამ რაიმე უცხო აგენტით, არამედ ორგანიზმის მზაობაზე იმისათვის, რომ ჩაერთოს ბრძოლის პროცესში. თუმცა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ მოსახლეობაში სადღაც 5%-მდე მაინც შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვინც არიან არაიმუნური, ვთქვათ, არამოპასუხე ვაქცინაზე. უბრალოდ ორგანიზმის იმუნურმა სისტემამ არ უპასუხა შეყვანილ ვაქცინას და არ გამომუშავდა მასში ანტისხეული და მასაც იგივენაირი საფრთხე ემუქრება დაუშვათ როგორც არავაქცინირებულებს. ეს სამწუხაროდ ასე ხდება არა მხოლოდ წითელა-წითურის ნებისმიერი სხვა ვაქცინის შემთხვევაშიც. დიახ. თქვენ ბრძანებდით მე ერთგვარად გაგაწყვეტინეთ ფრაზა, თქვენ ბრძანებდით იმ საშუალებებზე, რომელიც არის ჩვენს ხელთ იმისათვის, რომ ვაქცინაციის ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში გამოვიყენოთ საკუთარი უსაფრთხოებისათვის, ანუ იმისათვის, რომ დაავადება ავიცილოთ თავიდან. თქვენ ბრძანებდით იმუნოგლობულინზე და იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ გვაქვს იმუნოგლობულინი და ეს რეალობაა დღევანდელ საქართველოში, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჩვენ ვრჩებით იმ ელემენტარული უსაფრთხოების ზომების იმედად, რასაც ქვია ჰიგიენური წესების დაცვა, ეპიდსიტუაციის კონტროლი და ასეთ შემთხვევაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენური წესების დაცვას და არა მარტო ჰიგიენური წესების დაცვას, карантинизациას, იზოლირებას, ვთქვათ, კონტაქტების შემთხვევაში. ბუნებრივია, როდესაც ადამიანი ავადარი, მას სიცხე აქვს, გამონაყარი აქვს, ის იზოლირებული ყავს, ხო? ვთქვათ, არ უშვებს სკოლაში ასეთ ბავშვს, არ მიდის სამსახურში ასეთი მონშტილი ადამიანი და ოჯახმა იცის, რომ ეს უნდა მოვარიდოთ. მაგრამ ის ადამიანები, ვინც კონტაქტში იყო, აი ბავშვი, რომელიც კონტაქტში იყო, წითელია, ნამდვილად მას არაფერი არ აქვს, მაგრამ უბრალოდ იყო კონტაქტში. ისიც კი უნდა ვამყოფოთ იზოლაციაში. დაახლოებით 17 დღე მაინც, რომ თუ ის ინფიცირებულია, დავიცვათ სხვა ადამიანები მისგან გადადების საშიშროებისაგან. როდესაც ესეთი მასიური გავრცელება დაავადების, აუცილებლად უნდა იცოდნენ ადამიანებმა ეს, რომ კონტაქტის შემთხვევაშიც აუცილებელი არის კონტაქტირებულების იზოლაცია. განსაკუთრებით აი ბოლო ინკუბაციის ბოლო პერიოდებში, აი როცა ვადას გავითვალისწინებთ, როცა შეიძლება ის გადამდები იყოს სხვა ადამიანისათვის. დიახ, და თქვენ ბრძანებდით იმის შესახებ, რომ კალენდრის დაცვა და უცველობა განსაზღვრავს ჩვენი ავადობის რისკს. თუმცა რამდენად არის იმის გარანტია, რომ სწორი ვაქცინაციის შემთხვევაში ადამიანს არ შეხვდება ეს დაავადება, ან რა გვაძლევს საფუძველს ვამტკიცოთ, რომ ამ დაავადებას გადავიტანთ მსუბუქი ფორმით?
დაკვირვება და პრაქტიკა პირველ რიგში. როგორც მოგახსენეთ, დაახლოებით 95-97%-ში მაინც ორი ჩატარებული აცის შემდეგ გამომუშავდება მყარი იმუნიტეტი და ასეთ ადამიანებს არ ემართებათ, თუმცა ის მიტიგირებული წითელა, რომელიც მე ვახსენე, შეიძლება იყოს და ძალიან მსუბუქად წარიმართოს, ეს პრაქტიკაში არსებული გამოცდილებით დაგროვდა, რა თქმა უნდა და ან თუ გადაიტანა ადამიანმა და აქვს ანტისხეულები, მას ეს მეორედ აღარასდროს აღარ დაემართება და უზრუნველყოფილია მთელი ცხოვრების მანძილზე. ესე განსაჯეთ, აი მე-20 საუკუნის დასაწყისში ძალიან საინტერესო ფაქტია, როდესაც ჯერ კიდევ არ იცოდნენ წითელას ვირუსი. კი იყო აღწერილი, რომ ეს რაღაცა ვირუსული დაავადება, მისი კლინიკა როგორ, მაგრამ კონკრეტული ვირუსი არ ქონდათ ნანახი. იყო აი 1919 წელს ესეთი მეთოდი, რომ გადატანილი წითელა ვისაც ქონდა იმისი შრატით მკურნალობდნენ სხვა ადამიანს. ანუ უკვე იცოდნენ, რომ თუ იმას ანტისხეული აქვს, ამ ანტისხეულს მიაწოდებენ სხვა ადამიანს და აი ამან ძალიან მნიშვნელოვნად შეამცირა ლეტალური გამოსავლები. და ჯერ კიდევ ჩვენ წინაპრებს ვწოდნიათ ამის შესახებ. ხანმოკლე რეკლამა იქნება ჩვენს ეთერში და მე ერთგვარად შევაჯამებთ დღევანდელ საუბარს. ხედულობის კორექცია ლაზერის მეშვეობით. გამოიყენეთ ხელმისაწვდომი და შეღავათიანი გზა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ისარგებლეთ მომენტალური განვადებით დღესვე. თვალის კლინიკა ახალი მზერა, გადაცემის სპონსორი. დავბრუნდით ეთერში და სწორედ იმ საკითხებით მინდა დავამთავროთ, რითიც დავიწყეთ. ჩვენ ხაზი გაუსვით იმას, რომ ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იყო აღმატებული დამოკიდებულება თავად ბავშვების მიმართ, მაგრამ მით უფრო მაშინ, როდესაც ბავშვები ბატონებით ავადობდნენ. ბატონებს იღებდნენ პატივით და აცილებდნენ პატივით. ბატონებს ხვდებოდნენ გარკვეული რიტუალებით, მათ შორის ეს რიტუალები უკავშირდებოდა სამოს, მორთულობას გარემოსი, საკვებს, უკავშირდებოდა ჰიგიენური ნორმების დაცვასაც კი, სიმღერებს, რასაკვირველია, ლოცვების თავისებურებებიც არსებობს სპეციალური ლოცვები, საგანგებო ლოცვები, მაგრამ არსებობს ჰიგიენის წესებიც, რომელიც უკავშირდებოდა ბატონებს ასწრეულების მანძილზე, მაგალითად, საპნის გამოყენების შეზღუდვა, იგივე ქცევის წესები, რომელიც აუცილებლად უნდა დაცულიყო ოჯახში, იმისათვის, რომ ბატონები არ განრისხებულიყვნენ. რამდენად ეთანხმება ამ ყველაფერს მედიცინა და სწორი დამოკიდებულება როგორია? იცით, ხალხური მედიცინა ყოველთვის დაფუძნებული არის იმ რეალობაზე, ვთქვათ, რაც ხდებოდა, დაკვირვებაზე, რა თქმა უნდა. და იქიდან გამომდინარე, რომ აი ასეთი მძიმე ინფექციური დაავადებები აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, პაციენტი, რომელსაც აქვს მაღალი სიცხე, ესეთი გამონაყარი, თავის ტკივა, ვერიძინებს, არის გაღიზიანებული, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი პაციენტისთვის მშვიდი გარემოს შექმნა. ის რომ ის არაფერზე გაღიზიანდეს, თქვათ, ავუსრულოთ ის, რაც მას ძალიან სურს, იყოს წყნარ გარემოში, დაუშვათ. წითელი ფერის დომინირება? რო გითხრათ, წითელი ფერის დომინირებაზე განსაკუთრებულად არ არის აქცენტი, იმიტომ რომ ეს ბავშვებში რახან იყო, თქვათ, ეს სათამაშოები, ყვავილები, მაინც უფრო სახალისო ფერებთან არის დაკავშირებული. და აი საპნის გამოყენების შეზღუდვა იგივე ჰიგიენის დაბანვას რაც შეეხება, იცით, ეს არის სისწარღვის ირგვლივ მყოფი ანთება, ანუ ცხელი წყალი აძლიერებს გამონაყარს, აქედან გამომდინარე, დიდად სასურველი არ არის, ვთქვათ, თუ ჩუტყვავილის პერიოდში რაღაცა მსუბუქი აბაზანა შეიძლებოდა მიიღოს პაციენტმა, აქ ცოტა სხვანაირი აქვს პათოგენეზი და ამდენად 40-წლიან ბავშვს მოგეხსენებათ არავინ არ ფავს საპნით და დიდად სასურველი ცხელ წყალში ასეთი ბავშვის ჩასვლა და მით უმეტეს აბაზანის მიღება არ არის სასურველი. რა თქმა უნდა, მშვიდი გარემო უნდა შეექმნას მათ და თუნდაც ეს ნებასურვილების და ახირებების დაკმაყოფილებაზე იყოს დამოკიდებული. დიდი მადლობა ქალბატონო შორენა ჩვენთან სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, დღეს ჩვენ საუბრობდით თემაზე წითელი ბატონები და ჩვენი სტუმარი გახლდათ ინფექციონისტი შორენა დვალი. ახლა კი მივესალმები დღეს 2:30-ზე, როგორც წამდება და რა თემები გაქვთ მაყურებლისთვის. არ ვიცი რატო გამახსენდა ეთყობა წითელზე, გამახსენდა წითელი ეშმაკუნები თუ ეშმაკები, რომლებიც ყველაფერს გრძალავდნენ. იყო ასეთი ეპოქა, ძალიან წითელი ეპოქა, რომელშიც
რომელშიც საქართველოსაც მოუწია ძალიან დიდი ხანი ცხოვრება და ამ ეპოქაში ცხოვრობდა ადამიანი პეტრე გრუზინსკი, რომელიც იმიტომ რომ იყო პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი ძალიან დაისაჯა და კაცრად დაისაჯა ამის გამო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მის ცხოვრებაში არ გამოსულა არც ერთი მისი წიგნი, ლექსების წიგნი, ყველა მღეროდა მის ლექსებზე. პეტრე გრუზინსკის დაბადების დღე და ქალაქური სიმღერის შუადღე გვექნება. ასევე 1897 წელს დაიბადა ადამიანი სახელად ვიქტორ მილსი, რომელმაც შექმნა ალბათ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო რამ, ეს არის პამპერსი, როგორც ჩვენ მას უწოდებთ, ამ თემაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად. და აუცილებლად მივიღებთ მარისგან კონსულტაციებს, როგორ გადავაჩიოთ ბავშვი პამპერსისგან, ეთერს გარეთ. თუმცა მანამდე კიდევ ერთ თემას ვეტყვით მაყურებელს, დღეს ძირკ ბოგარტის დაბადების დღე, ეს მსახიობი ინგლისელი, რომელზეც ძალიან დაწვრილებით ვისაუბრებთ ჩვენს გადაცემაში და მოყვებით ძალიან საინტერესო ისტორიებს. მე ისევ ბედნიერი ვარ დღეს, როგორც გუში. იმიტომ რომ ვისაუბრებ ისევ ქალბატონზე, დღეს უფრო ვიდრე გუში, ფაქტობრივად შეიძლება ასე თქვას, გრძელდება ჩემი ესე ვთქვათ მომღერალი ქალბატონების ციკლი ჩვენს გადაცემაში. დღეს ჩემის აზრით ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური ქალბატონის დაბადების დღეა, ეს გახლავთ ლეიდი გაგა, ამ ქალბატონზე ვისაუბრებ და მოვისმენთ მის შემოქმედებას. წარმატებულ ეთერს გისურვებთ, მაყურებელს შევახსენებთ, ხვალ პარასკევია და ტრადიციულად კონსილიუმის სამჟევროზე გამოგვაქვს თემა. ხვალ ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე ტუბერკულოზი. ნახვამდის დღეგრძელობას გისურვებთ.